განვიხილეს სისხლის სამართლის ნომერ 090-071-362 საქმე. არკადი შალვას ძე პატარკაციშვილმა ჩაედინა დანაშაული, შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. მანვე ჩაედინა დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფის მომზადება. არაერთი პოლიტიკოსის სახელია ცნობილი უახლეს ისტორიაში, რომელმაც ყურადღება ხმაურიანი, რევოლუციური მოღვაწეობით მიიპყრო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი, 59 წელი. ფიდელ კასტრომ ხალხის მხარდაჭერით დიქტატორი გენერლის, ბატისტას ხელისუფლება შეცვალა. კუბას თავისუფლების კუნძული ეწოდა, თუმცა რევოლუციიდან 50 წლის შემდეგაც კუბელი ადამიანები ამ თავისუფლებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. აღმოსავლეთი აზია, კორეის ნახევარკუნძული. მუხლი მოვუდრიკოთ ხალხს, როგორც ზეცას. ეს კორეის რევოლუციის ლიდერის კიმ ირ სენის საყვარელი გამონათქვამია, რომელმაც ჩრდილო კორეაში 1945 წელს ანტიიმპერიალისტური რევოლუცია დაასრულა. მისმა იდეალისტურმა, ეგრეთ წოდებულმა ჩუჩხეს თეორიამ, ჩრდილოეთ კორეა სრული იზოლაციის და ეკონომიკური კატასტროფის პირამდე მიიყვანა. 1969 წელი. რევოლუციამ ლიბიას ახალი ლიდერი მოუვლინა. რევოლუცია იხელმძღვანელებს თავისუფლების, ერთიანობის, სოციალური სამართლიანობის და მოქალაქეების თანასწორობის პრინციპებით. განაცხადა რევოლუციის პირველივე დღეს მუამარ კადაფიმ. ლიბიის საზოგადოება დღემდე კადაფის ისლამურ ფილოსოფიურ ტრანსფორმაციებს და მისი გემოვნებით მოწყობილ სამხედრო აღლუმებს ადევნებს თვალს. 21 საუკუნის პირველი რევოლუცია საქართველოში მოხდა. არჩევნების გაყალბების ბრალდებით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან გააძევა მისივე პარტიის ახალგაზრდულმა ჯგუფმა, რომელიც მას პრეზიდენტობის ბოლო ვადის ამოწურვის დროს მკვეთრად დაუპირისპირდა. ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანებული დემოკრატები, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ღიად გამოხატავდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას პოსტსაბჭოური სივრციდან ერთ-ერთ საიმედო პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევდნენ. ქართულ რეალობაში ზურაბ ჟვანია იყო პერსონა, რომელიც თავისი პოლიტიკური გავლენით პრეზიდენტ სააკაშვილს რეალური ძალაუფლების საზღვრებს უწესებდა. არასოდეს საქართველოს მთავრობაში ერთ ქალბატონზე მეტი არ ყოფილა არც ერთ პერიოდში. ესეც კარგი არის. მე ვისურვებდი, რომ კიდე მეტი იყოს. მე ვისურვებდი, რომ პრემიერიც ქალი ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, ეს არის. ასე ჯობია პირდაპირ პრეზიდენტი. ქალის პრეზიდენტობის შესახებ უწყინარ ხუმრობას მალე საკონსტიტუციო ცვლილებები მოჰყვა. ეს ცვლილებები აფართოებდა პრეზიდენტის და ამცირებდა პარლამენტის უფლებამოსილებებს, რომელსაც ჟვანიას პოლიტიკური გუნდის წევრი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ცვლილებების გამო ასეთი განცხადება გაავრცელა. შემოთავაზებულია ეგრეთ წოდებული უპასუხისმგებლო საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც პრეზიდენტი აღჭურვილია მსოფლიოს კონსტიტუციებიდან ამოკრებილი ყველა შესაძლო უფლებით და ამავდროულად იგი თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის 3 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სრულიად მოულოდნელად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო. თუმცა გამოძიების მასალები წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ ვერსიასთან და საქმეში აღმოჩნდა არაერთი მტკიცებულება, რომელიც მის ფალსიფიკაციას ადასტურებდა. პრემიერ-მინისტრის დაღუპვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები. თითქმის ყოველდღიურად სატელევიზიო კამერების თანდასწრებით აპატიმრებდნენ ცნობილ ბიზნესმენებს.
ახლად შემოღებული ეგრეთ წოდებული საპროცესო შეთანხმებით პროკურატურა აიძულებდა მათ გადაეხადათ მილიონობით ლარი. ასობით მილიონი ირიცხებოდა სრულიად გასაიდუმლოებული ფონდების ანგარიშებზე, რომელთა დამფუძნებელიც გენერალური პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ზოგიერთი გუბერნატორიც იყო. დაკავებულ პირთა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების მასშტაბურობის მიუხედავად, პატიმრების რაოდენობა საპყრობილეებში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ შევარდნაძის დროს საპყრობილეებში დაახლოებით 7,000 პატიმარი იყო, სააკაშვილის ხელისუფლებაში პატიმართა რაოდენობამ 24,000 გადააჭარბა. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ კერძო მესაკუთრეებს უარი ეთქვათ საკუთრებაზე. მოქალაქეებს ართმევდნენ შენობა ნაგებობებს. იმ ბინებში, სადაც ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, $1,400 კვადრატულ მეტრზე ჩვენი შეთავაზება. აბსოლუტურად არანაირი შემოთავაზება, არაფერი არ ყოფილა. მოდიოდნენ მხოლოდ აი ესე ზეწოლით, მოდიოდნენ აი ესე მუქარით, დაცალეთ სახლი, წადით, ხო აქ ბრძანდება ბატონი ავალიანი, გაგვცეს პასუხი. მე მაქვს აქ საჯარო რეესტრი გადარებული დოკუმენტი ამ შენობის კანონიერების საუბარზე შესაბამისი ნახაზი დამტკიცებული 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არის დამტკიცებული ეს შენობა ოფიციალურად აშენებული ვინ არის რომელმა ნაცირალამ დაანგრია სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე მოქალაქეებს უნგრედნენ საცხოვრებელ სახლებს. თავშესაფრებიდან მასობრივად ქუჩაში ერეკებოდნენ აფხაზეთიდან ლტოლვილებს, რომლებსაც თავის დროზე ეს თავშესაფარი ხელისუფლებამ გამოუყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღიად პარლამენტის ტრიბუნიდან სამართალდამცველებს დაუნდობლობისკენ მოუწოდა. არანაირი პირობით საჯარო ყველა ციხეში ვისაც გააკეთა. სამართალდამცველებმა დაიწყეს სისხლიანი სპეცოპერაციები და მოქალაქეებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩებში, ბინებში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. დიდუბის ეკლესიის წინ პატრულის თანამშრომლებმა დახვრიტეს ხელებაწეული, სრულიად უდანაშაულო 19 წლის ბუტა რობაქიძე, რომელიც ყაჩაღური დაჯგუფების წევრად გამოაცხადეს. 2004 წლის 24 მარტი საჩვენებელი სისასტიკეს სვანეთში. სახლში, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, 1000 ჯარისკაცის და 12 ვერტმფრენის მონაწილეობით ამოხოცეს მამაშვილი აფრასიძეები. სისხლიანი სპეცოპერაციები ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა ეს აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებულ სპეცოპერაციებად იყო ინტერპრეტირებული. სატელევიზიო მედია უძლური იყო ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დახურა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები იბერია, მეცხრე არხი. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეიძინეს რუსთავი 2 და მზე. დაიხურა ყველა პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემა. საღამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანიის საკვირაო ტელეჟურნალისტების სტუდიიდან. 2006 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ შარდენის ქუჩის ერთ-ერთი რესტორნიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კუდის თანამშრომლებმა ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს და მოკლეს სანდრო გირგვლიანი. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ კუდის თანამშრომლებმა შეასრულეს რესტორანში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის თაკო სალაღაიას და კუდის უფროსის დათა ახალაიას დაკვეთა, რადგან მოწმეების მონათხრობით ინციდენტი გირგვლიანს იმ სუფრის წევრებთან შეემთხვა, რომელთანაც ისინი ისხდნენ. პოლიციამ დააკავა უშიშროების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში. თუმცა მართლმსაჯულებამ საბოლოოდ უპასუხოდ დატოვა კითხვა, იყვნენ თუ არა ამ გატაცების დამკვეთები შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და კუდის დირექტორი. ამ თემით იმედმა ახალი ამბების და ქართული პოლიტიკის რეალური ყოველდღიურობის ასახვა დაიწყო. გაშუქდა ციხის სპეცოპერაცია, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკიდურესად კრიტიკული დასკვნები გამოაქვეყნეს. იმედის ობიექტივში მოხვდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანის ისტორია.
დაიწყო კორტების სისხლიანი სპეცოპერაციის საკითხის გაშუქება. მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა კერძო მესაკუთრეების დარბევის და მათი ქონების განადგურების კადრები. პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუში პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეფასებინათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ყოველივე ამის შემდეგ ხელისუფლებამ ტელეკომპანია იმედს ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა. ამით ისინი თავს არიდებდნენ უხერხულ საკითხებს. პარალელურად ხელისუფლებამ პატარკაციშვილთან მისგან ტელეკომპანიის ყიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ხელისუფლებამ იმედის ახალ ამბებთან ბრძოლა ეკონომიკური ინიციატივით სცადა. პატარკაციშვილს იმედის სანაცვლოდ ШПС საქართველოს რკინიგზა შესთავაზეს. Была предложена сделка, согласно которой Бадри отдавались железные дороги в обмен на Имеди. Эта информация просочилась. В бизнес-кругах на Западе. И, насколько я знаю, Бадри моментально в случае этого обмена предлагали $1,5 миллиарда за актив, который называется «Железные дороги». Тем не менее, Бадри ответил окончательным отрицательным ответом. И мотивировав это тем, что он пытался и сами власти вразумить, говоря им, что для них же самих существование такого Имеди лучше, потому что это выпускает пар, хотя они этого никогда не поймут. იმედი არ გაიყიდა. იგი ყოველდღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიტიკური პროცესების ანალიზით მაღალ რეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს ავრცელებდა. შემოდგომაზე იმედმა სტუდიაში მიიწვია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი ოქრუაშვილი. მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავდა. მან მე პირდაპირ კითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ. მე ვკითხე, რას გულისხმობდა ის სამსაფრთხე. ამან დამისახელა ერთ-ერთი პიროვნება. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. ამასთან ერთად ოქრუაშვილმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელობის ვერსიაც. მე ვფლობ ერთ ინფორმაციას. რას? რომ მისი გვამი სახლში მიტანილი იქნა. 2007 წლის 2 ნოემბრიდან ისტორიის გამეორება დაიწყო. საქართველოს პარლამენტთან 10,000-ობით ადამიანმა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. იმედმა აქციების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს, რომელსაც რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხელისუფლებამ ეს გამოსვლები საქართველოს მტრების ორგანიზებულად გამოაცხადა. მტრებად გამოცხადდნენ ოპოზიციის ლიდერები კონსტანტინე გამსახურდია, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი. საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატში ბრალდება არაერთხელ აქცია პოლიტიკური ანგარიშის სწორების იარაღად. შევარდნაძის დროის მართლმსაჯულებამ ეს ბრალდება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგაც განახორციელა. 2007 წლის ნოემბრის დღეებში პატარკაციშვილი ნომერ 1 მტრად გამოცხადდა. საპროტესტო აქციების დროს, რომელშიც 100,000-ობით ადამიანი მონაწილეობდა, ხელისუფლებამ გამოფინა პატარკაციშვილის დამცინავი უზარმაზარი პლაკატი, რომელიც მისგან ოდიოზური პოლიტიკური ლიდერის სახის შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ჩანაწერის და ამავე ჩანაწერის მონაწილის ინტერპრეტაციით, სპეცსამსახურები პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავდნენ. Ко мне приезжал Гия. ანონიმი მთხრობელი ამბობდა, რომ იგი ცნობილი ჩეჩენი კრიმინალი უვაის ახმადოვი იყო და მასთან პატარკაციშვილის მკვლელობაზე სალაპარაკოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გია დგებუაძე მეტსახელად მასტერა იმყოფებოდა. Пока он сожрет нас, лучше, все забыть, что скажет, и все равно убрать этого человека. ამ ჩანაწერის მონაწილე რომ ნამდვილად მასტერაა, შემდეგში პატარკაციშვილთან ფარულად განხორციელებულ ჩანაწერში დაადასტურა სოდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოდუამაც. იმის გარდა, რომ სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა პატარკაციშვილს ქვეყნის მტრად მიიჩნევდა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ხალხის ფინანსურ საყრდენადაც აცხადებდა. ამ პოლიტტექნოლოგიური იარაღით ხელისუფლებას ერთი მხრივ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების და საინფორმაციო შესაძლებლობების მქონე მოწინააღმდეგის განეიტრალება სურდა. მეორე მხრივ კი უპრეცედენტო მასობრივ გამოსვლებს დემოკრატიული დასავლეთის წინაშე ქვეყნის მტრის პატარკაციშვილის ინსპირირებულად ასაღებდა.
7 ნოემბერს ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევდნენ. დარბევაში მონაწილეები განსაკუთრებულ აგრესიას ნომერ 1 მტრის, პატარკაციშვილის წინააღმდეგ ავლენდნენ. ხელისუფლება განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა ტელეკომპანია იმედის მიმართ. თქვენ ნაძირალებო მართლა. და არ გაგივათ ეს რევანში. ტელეკომპანია იმედი იმავე დღეს დაარბიეს. ხმაური ისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. კანონის იგნორირებით გაითიშა რადიო იმედი და ტელეკომპანია კავკასია, ბათუმის 25 არხი. ამის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნოემბრის მოვლენების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სააკაშვილმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადადგა. და მაქვს ესეთი წინადადება და გადაწყვეტილება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავს უალტერნატივო პრეზიდენტად მიიჩნევდა, ძირითად კონკურენტებად ლევან გაჩეჩილაძეს და ბადრი პატარკაციშვილს მოიაზრებდა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე სააკაშვილმა წამოიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია საქართველოს სიღარიბის გარეშე, სადაც იგი მზრუნველი, მეურნე და მგრძნობიერი ადამიანად იყო წარმოჩენილი. გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი დაპირება მიმართული იყო საპრეზიდენტო მმართველობის და ქვეყანაში შექმნილი უმთავრესი პრობლემის, ავტორიტარიზმის ნიშნების წინააღმდეგ. პატარკაციშვილის კამპანია კი მიხეილ სააკაშვილის სოციალური პროგრამების კონკრეტულ შეთავაზებას წარმოადგენდა. მან განაცხადა, რომ გააორმაგებდა ყველა დაპირებას, რასაც სააკაშვილი იძლეოდა. ამ განცხადებას მის საარჩევნო შტაბთან ამომრჩევლების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა მოჰყვა. ეს ორი პოლიტიკური პროგრამა ერთობლივად სააკაშვილის კამპანიას აშკარა კონკურენციას უწევდა და მისი საარჩევნო წარმატების დამაჯერებლობას საფრთხეს უქმნიდა. საქმის მასალების მიხედვით სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი კოდუამ 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე შეადგინა შემდეგი შინაარსის პატაკი. მოგახსენებთ, რომ დამეკავშირდა ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია, რომელიც უნდა შემხვდეს დღეის რიცხვს ჩემს სამუშაო ოთახში და გარკვეული სოლიდური თანხის საფასურად შეეცდება ჩემს მოსყიდვას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად. ამ პატაკის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. განხორციელდა რამდენიმე, მათ შორის ვალერი გელბახიანის და ბადრი პატარკაციშვილის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ამ ფარული ჩანაწერების ნაწილი და განაცხადა. დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესასვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე. სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდება პირველი არ ყოფილა. გენერალურმა პროკურატურამ ეს ბრალდება ჯერ კიდევ 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ სკანდალურ პროპაგანდისტულ ფილმში გააჟღერა, რომელსაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ყველა ტელეკომპანია გადასცემდა. ამ ფილმის მიხედვით 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ დააპატიმრეს პატარკაციშვილთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები. დემონსტრირებული იყო მოცულობითი საბრძოლო მასალა. გამოძიება აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად უნდა გამოყენებულიყო. თუმცა არჩევნების დანიშვნის შემდეგ საპროპაგანდო მანქანამ ეს თემა დაივიწყა. პროპაგანდა არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 25 დეკემბერს განახლდა. ბრალდების მიხედვით, ირაკლი კოდუას შეთქმულებაში მონაწილეობის ინიციატივა პატარკაციშვილს, გელბახიანს და ყოფილ მოსამართლე მარინა გაბუნიას ეკუთვნოდათ. თუმცა თვითონ პოლიციის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებში არის აშკარა ნიშნები, რომ შეთქმულების ისტორიის ინიციატორი თავად სოდის დირექტორი იყო. ირაკლი კოდუას მარინა გაბუნია ესაუბრება. კარტოფილს უწავდი ბავშვს, როცა დამირეკე, 9 საათშიო. მერე დამირეკე 20 წუთში. მე არ ვიგვიანებ არასოდეს. კოდუა პატაკში წერდა, რომ შეხვედრის ინიციატორი გაბუნია იყო და რომ გაბუნია აპირებდა მასთან მისვლას. ფარულ ჩანაწერში კი ჩანს, რომ კოდუამ დაურეკა გაბუნიას. გაბუნია კოდუას გელბახიანთან შეხვედრის შესახებ მოუთხრობს. შევედი ისე, კაციშვილს არ ვუნახივარ გარეთ. ვინახე? გარეთ მანქანა იდგა. ისა შეხვედი? კოდუამ შეკითხვით ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მან არ იცოდა თუ ვისთან იყო სტუმრად გაბუნია.
ბალერი. გელბახიანი ნახე? აბა, რა მინდა მე მეტი, შენი გარგინდოდა? გაბუნიას ეს ფრაზა აშკარად ადასტურებს, რომ იგი გელბახიანს კოდუას ინიციატივით შეხვდა. სოდის დირექტორი ცდილობს საუბარი ისე წარმართოს, რომ მისი ინიციატივა შეინიღბოს, რადგან იცის, რომ ჩანაწერი კეთდება. ყოფილი მოსამართლე ვერ ხვდება, რატომ რეაგირებს კოდუა არაბუნებრივად და აღშფოთებას გამოხატავს. მე ვუთხარი ახლა პიროვნებაა, რომელსაც აქვს. მოიცა ვაფშე, ეს თემა იქიდან რომ არ მოდის, ეს თვითონ შენ თვითონ იმას ქენი? კარგი, ახლა არ არის ეს საჭირო. საჭირო არა, რას ქვია? ახლა ეჭვი გეპარება? ეს მე შევთავაზე და მითხრეს კიო. ჭკუიდან გადადგნენ კინაღამ. აბა, არიცოდი? აქ აშკარად გამოიკვეთა, რომ ოპოზიციას გაბუნიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება და მასში სოდის დირექტორის მონაწილეობა შესთავაზა. კოდუა კი ცდილობს, რომ ფარული კამერისთვის ილაპარაკოს. მე ვიცოდი, რომ იქიდან მოდიოდა. არა, გენაცვალე. ფიცა ვარ ჩემს ერთადერთ შვილს. ვინ რა იცოდა ეგ, რომ მე მოვიდოდი, წავიდოდი. და ბოლოს ფარული ჩანაწერის იმ ნაწილიდან, სადაც გაბუნია და კოდუა მომდევნო შეხვედრაზე თანხმდებიან, ჩანს, რომ გაბუნია ამ საქმეში თავისი ნებით კი არა, უშუალოდ სოდის ნიღბიანი თანამშრომლების მეშვეობით აღმოჩნდა. ისეთი ვინმე გამოუში, მანამდე თუ შენ არ მოხალ, რომ მე ვიცნობდე. გული არ გამისკდეს, მიჭერენ მეთქი. უცხო არ გამოუშვა ვინმე, არ დამღუპო. ახლა და ნიღბებით არ მოვიდნენ კიდევ. სოდის ოპერატიულ თამაშებს კოდუას და პატარკაციშვილის საუბრის ფალსიფიცირებული ტექსტების გამოქვეყნება მოჰყვა. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ პატარკაციშვილის შტაბი არჩევნებამდე ბრალდებებზე პასუხის ტირაჟირებას ვეღარ განახორციელებდა. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ იმედი დაიხურა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ მაუწყებლობას. პატარკაციშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გათვალისწინებული ბრალდება წაუყენეს. შეთქმულება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადება და ტერორისტული აქტის მომზადება. სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარების თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის შეთქმულება ნიშნავს 2 ან მეტი პირის შეთანხმებას ხელისუფლების დამხობაზე. დანაშაული დასრულებულად მიიჩნევა შეთანხმების მომენტიდან, ანუ კანონის მიხედვით უნდა დასრულებულიყო, უნდა შემდგარიყო შეთანხმება ხელისუფლების დამხობაზე ან კონსტიტუციური წყობილების შეცვლაზე. იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ მოხდა ტექსტის ფალსიფიკაცია, გავაკეთეთ ტექსტის გრაფიკული მოდელირება. შავი ფერის არის გამოუქვეყნებელი ტექსტი. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფრაგმენტები წითელი ფერისაა. გამოქვეყნდა ამ ვრცელი ტექსტის მხოლოდ 13%. პროკურატურამ ტექსტიდან ამოკრიბა ისეთი ადგილები, რომლებიც კონტექსტის გარეშე დანაშაულებრივი შეთანხმების ნიშნებს შეიცავდა. ჩანაწერში პატარკაციშვილმა კოდუას მისი როგორც სოდის უფროსის კომპეტენციის და შესაძლებლობების აღწერა სთხოვა. აი მითხარი რა რესურსი მაქვს რომ ვიცოდე რომ ხალხი კოდუამ უპასუხა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 70% ემორჩილებოდა. ფაქტობრივად ყველაფერი რამდენიმე ტექნიკური და ფინანსური განყოფილების გარდა. აკეთასკაციდან შვილეთზე ჩემი რა. ამის შემდეგ სოდის უფროსმა მარინა გაბუნიასთან ნაცად ხერხს მიმართა და შინაგან საქმეთა მინისტრის აყვანის თემაზე ლაპარაკი ისე დაიწყო, თითქოს ამ ინიციატივის შესახებ გელბახიანისგან შეიტყო. ხონდა ვაგესთან აი ამ თემას საუბარი მიხარო შენ უნდა შეხვიდო მინისტრანო და შენ მინისტრო აიყვანო. აი ეს რაღაცა მითხრა. პატარკაციშვილმა მიანიშნა, რომ ეს ინიციატივა არც მისგან მოდიოდა. სოდის უფროსის შემდეგი ფრაზა ისევ ფარული კამერისთვის იყო ნათქვამი. პროკურატურამაც ეს ფრაზა გამოიყენა. გამორიცხულია და მე რო იქ შევალ, იქ რაღაცა მოხდება. შეიძლება ვიღაცა მოვიდეს. აი მე მეთქი ერავშებით ხო ამაზე, რა ვალისური უნდა. ვალერუნ ამაზე უნდა ჩვენ ვიყიდო. ამაზე არა ვარ ბავშვები, ამაზე აბსოლუტურად ზუსტად მესმის, რაზეც არის საუბარი და როგორც არის. ეს არის ერთადერთი საშუალება. ტექსტი ფალსიფიცირებულია. იგი ისეა დამონტაჟებული, თითქოს პატარკაციშვილი ძალადობრივ გეგმას ეთანხმებოდა. პროკურატურამ ეს დიალოგი 2 სხვადასხვა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით შექმნა. სინამდვილეში პატარკაციშვილმა უპასუხა: გამორიცხულია და მე რო იქ შევალ, იქ რაღაცა მოხდება. შეიძლება ვიღაცა მოვიდეს. აი მე მეთქი ერავშებით ხო ამაზე, რა ვალისური უნდა. ვალერუნ ამაზე უნდა ჩვენ ვიყიდო.
ვარიანტები შეიძლება იმ რაღაც ფანტაზიები აღმოჩნდეს რა აქ კონკრეტულად საუბარია იმაზე რომ შეიძლება გაგიგებ იმაზე პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ აიღებს სრულ ჩანაწერში ჩანს, რომ პატარკაციშვილი კოდუას ძალადობაზე არ უთანხმდება. პირიქით, თვითონ კოდუა ანვითარებდა შინაგან საქმეთა მინისტრის აყვანის მძაფრ სცენებს და პატარკაციშვილისგან მის მიერ პროვოცირებულ გაგრძელებას ელოდა. ზედა კიდე მეუბნა ნო, ჯარი რო გამოვიდეს უთხარში. ხალხის მინისტრი აიყვანო, იქ ეზერაშვილი ხარ არის ისეთ ადამიანი, რომ ამაზე თვალი დახუჭოს და რაღაცა შეიძლება ჯარი გამოვიდეს, მეთქვა და 1000-ზე გამოიყვანა შეერაღებული მეთქი, მოვიდა, მომაყენა ხალხი რა. მე ვარ იმაში ამეთოში. ვაყავი ყოს კაცი, მეთქი რაშვებით. სულა დაუსულა. ამ ფრაზებზე კი პატარკაციშვილი კონკრეტულად და ნათლად რეაგირებს. ეს უკვე არის საქართველოს დამოუკიდებლობა თავიდან ვარიანტი არ არის. ამის დაშება შეუძლებელია. ამის დაშების ვარიანტი არ არის. თუმცა პროკურატურამ, რომელსაც კანონი ავალდებულებს მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას, პატარკაციშვილის ეს ფრაზები არ გამოაქვეყნა. პროკურატურამ არ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერის არც ერთი ფრაზა, სადაც პატარკაციშვილი ხაზგასმით მიანიშნებს, რომ შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ამის მე ყველაფრის დალაგების საშუალება მაქვს და მე მჭირდება ალბათ 1-2-3 დღე, ვისაც რომ აბსოლუტურად დავალაგო ეს ყველაფერი. გაყალბების თვალსაჩინო ნიმუშია პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ის მონაკვეთი, სადაც პატარკაციშვილი თავის რუსულ ბექგრაუნდზე და სროლაზე ლაპარაკობს. მე საქართველოში ვარ ესეთი ბუნჯულა ბაბუა ვისა რა და ჩემი ბექგრაუნდი იქ რუსეთში. მე ჯერ გასულაც კი არ დამეწყე. უფრო მძაფრი აღმოჩნდა ქართული ბეჭდური მედიის წარმოდგენები პატარკაციშვილის რუსულ ბექგრაუნდზე და დაიბეჭდა. ჩემი ბექგრაუნდი იკითხონ რუსეთში. მე ჯერ გასროლაც არ დამბიწყებია. სინამდვილეში ფარულ ჩანაწერში რუსული ბექგრაუნდის და გასროლის თემა ერთმანეთს არ უკავშირდება. უფრო მეტიც, ეს თემები სრულიად განსხვავებულ კონტექსტებშია. მე კაცი არ გამიყიდია არასოდეს და არც დავყავ. არასოდეს პირველი ომი არ დამიწყია და არ დავიწყე. მე საქართველოში ვარ ესეთი ბუნჯულა ბაბუა ვისა რა და ჩემი ბექგრაუნდი იქ რუსეთში. რაც მე ცოტა სხვანაირად ვიცი. და მე ვსწავლე როგორც კაცს და იელცინი როდესაც დაუპირისპირდა ერთ მომენტში პუტინი, გააგზავნა ბერეზოვსკის და ხალხი და უთხრა რომ მომხდეთ რაღაცეებს და იელცინის ანგარიში მოხსენდა რა. და ორი ეს ბაგრის შეიძლება მართლა კონდეს. და იმათ რა უთხრეს ისე ვისკაზო ბალესთან დასვლას აზრი არ აქვს. იმიტომ კი არა, იელცინი ჩემის ვაკაცია არ ყოფილა და არაფერს, მაგრამ იმ კაცმა რომ რაღაცა მანდობია რა. მე მას არ გავსული არაფერში. სროლასთან დაკავშირებული თემა კი ბექგრაუნდის თემისგან საკმაოდ მოშორებულ ადგილზეა. ამ დროს პატარკაციშვილი ქართულ მედიაში არსებულ დაპირისპირებებზე ლაპარაკობდა. ეროსინონულა ისმაში მეომები, ნუ ხარ შე მაიმუნ შეიძლება გეომებოდი აქამდე აღარ იარსებებთ. შენ ომი არ იცი რა. ომი თუ გინდა არ ნახე. გარეკოს ხალხები რა გაუკეთა იმას რა ქვია, პრიმაკოვს და ლუშკოვს. აი ომი იყო ის. მე მაგეთმა რაც გააკეთეს მე უცხარი გიძა შეუცვალე, მე ორი არ მოიმოდა ხარჯით. ჩემს ხო? მე ჯერ გასულაც კი არ დამეწყე. პროკურატურამ ამ ჩანაწერის ერთ ფრაზას სრულიად განსხვავებული კონტექსტიდან მეორე ფრაზა მიაბა და გამოვიდა. მე საქართველოში ვარ ესეთი ბუნჯულა ბაბუა ვისა რა და ჩემი ბექგრაუნდი იქ რუსეთში. მე ჯერ გასულაც კი არ დამეწყე. კომპრომატების ომს მოჰყვა იმედის დახურვა. ტელეკომპანია, რომელიც არ გაიყიდა და არბიეს და დახურეს. ეს იყო ერთადერთი საშუალება საზოგადოებას ქონოდა ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია და 7 ნოემბერს ეს ობიექტური ინფორმაცია, ესე ვთქვათ, გარდაიცვალა. ამან არა მარტო მედია სივრცე, არამედ საზოგადოებაშიც სერიოზული ნიჰილიზმი გამოიწვია, ვინაიდან ის იყო გაიგივებული ძალიან ცნობილ პიროვნებასთან და საზოგადოებაში მას იცნობდნენ როგორც ძლიერ ადამიანს ბადრი პატარკაციშვილთან და გაჩნდა ესეთი აზრიც, რომ თუ ბადრი პატარკაციშვილმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ტელეკომპანია და ვერ შეძლო საქართველოში სიტყვის თავისუფლების ფაქტორის შენარჩუნება, ეს არის მიუღწევადი. ყველა დანარჩენი ტელეკომპანიები დაემსგავსნენ ეგრეთ წოდებულ საბჭოთა პერიოდის პრემიას.
ისინი ყველანი ერთმანეთს გვანან და ფაქტიურად ერთი პოლიტიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობის სამსახურში. რევოლუციები ყოველთვის სამართლიანობისა და კეთილდღეობის სახელით იწყებოდა. შემდეგ კი სამართლიანობის იდეა როგორც წესი რევოლუციური პროპაგანდის მანქანის ხმაურში იკარგებოდა ხოლმე, რომელიც მოსახლეობას მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში აი ასეთი ტიპის შეუცვლელი ხელისუფლების წარმატებებზე მოუთხრობდა.